ქრისტიანისთვის გასავლელი გზის საწყისი წერტილი წყლით ნათლობაა. ნამდვილად აქედან იწყება გზა. მართლაც, როცა იოანე ნათლისმცემელი ნათლავს ქრისტეს, მისკენ მიმავალ ქრისტეზე ამბობს, ეს არის კრავი ღვთისა და იგი ნათელს გსემს ცეცხლით. ერთგან სახარებაში ისიცაა ნათქვამი, იგი დაგამარილებთ ცეცხლით. მაშა სადამე ნამდვილი ქრისტიანული ნათლობა აქაა ცეცხლში, ის ცეცხლით ნათლობას გულისხმობს, მაგრამ მას აუცილებლად წყლით ნათლობა უნდა უძღოდეს წინ. რა არის წყლით ნათლობა? რა გარემოებაში მიდის ქრისტე წყლით ნათლობისკენ? არსებობს წინამორბედი, ის, ვისაც წინამორბედს უწოდებენ, ესა იოანე ნათლისმცემელი. უფრო ზუსტად ებრაულად ესა იოანე ჩამფლელი, რადგანაც ნათლობა ჩაფლვაა და არა კინკრიხოზე წყლის სამიწვეთის დამკურება. ესაა მართლაც ჩაფლვა, ჩაყვინთვა წყლებში. იოანე წყლით ნათლავდა მისკენ მომავალ ებრაელებს და აცხადებდა მესიის მოსვლას. იგი გრძნობდა მესიის მოახლოებას, მას ჰქონდა შინაგანი ინფორმაცია მესიის მოახლოებისა. ალბათ იმიტომ, რომ მესია ახლოს იყო მის გულთან და ალბათ იმიტომაც, რომ მას ზრდიდნენ სიწმინდით გამორჩეული ადამიანები, რომელთა შორის იყვნენ მისი მშობლებიც ელისაბედი და ზაქარია, ნამდვილად სულგანათებული ადამიანები. იოანე ნამდვილად ის კაცია, რომელიც ღვთის სიახლოვეშია, იგი გრძნობს ისტორიულად მოახლოებულ მესიას. იგი ნათლავს ადამიანებს, შეჰყავს ისინი წყალში. რა არის ეს ჩაფლვა? ებრაულად ეს არის სიტყვა ტოվել. ამ სიტყვის სტრუქტურას ქმნის სიტყვა ტოვ. ეს ის სიტყვა, რომელსაც თარგმნით როგორც კეთილს, კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის დიალექტიკაში. ბიბლიაში ეს სიტყვებია ტოვ და ღა. ტოვ თარგმნილია როგორც სიკეთე და ღა როგორც ბოროტება, მაგრამ მე უკვე გითხარით, რომ ტოვ ნიშნავს ნათელს. სხვათა შორის ტოვ ეს სიტყვა შესაქმნის პირველ დღეს გვხვდება ნათლის დასახასიათებლად. როცა ნახა ღმერთმა ნათელი, თქვა, რომ ის არის ტოვ, ესე იგი ტოვ აღნიშნავს ნათელს, ცნობიერს, განსრულებულს. ყველა ეს ტერმინი ნამდვილად იმას აღნიშნავს, რაც გაცნობიერდა და ცნობიერი გახდა. მაშა სადამე ეს ჩაფლვა შეიცავს ნათელთან ზიარების გზას. როგორი არაჩვეულებრივია. მიწვეულნი ვართ, რომ ჩავეფლოთ წყალში, ამ განუსრულებელში, ანუ ამ ღაში, რომელიც ბოროტებად ითარგმნა, მაგრამ ბოროტება არაფერ შუაშია, ეს პოტენციური გაუცნობიერებელი ენერგიებია, არც კეთილი და არც ბოროტი. რას გავაკეთებთ ამ ენერგიებით, ეს სხვა საკითხია. მაშინ მოხმობილნი ვართ, რომ ჩავეფლათ ამ განუსრულებელ ენერგიებში, მაგრამ თვით სიტყვაში ჩაფლა ტოვ დამარხულია ნათლის ძალა, ანუ ძალა სულიერი ნაყოფიერებისა. უფრო შორსაც წავალ. აქ ებრაული გვეუბნება, რომ ამ ნათლისკენ სვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ წყლებში ჩავეფლობით. ჩვენ ვერავალთ ზევით, თუ ჯერ არ ჩავალთ ქვევით ჩვენს არაცნობიერში. იორდანის წყლები, რომელშიც ნათლავს იოანე და რომელშიც გასაოცარი თამდაბლობით ჩადის იესო, განასახიერებს ამ ჩვენს დედრულ პოტენციალს, ანუ განასახიერებს ჩვენს განუსრულებელ შესაძლებლობებს, რომლებიც მოგვეცა იმისთვის, რომ ცნობიერ სინათლეც გარდაქმნათ, რომ განვასრულოთ. ამას გულისხმობს ჩაფლობა და ამას გულისხმობს ნათლობა. ადამიანი, რომელიც ამ წყლებში ჩადის, ორ რამეს გამოცდის, რაც დაბადების წინგში საკვირველი სახითაა გამოხატული. პირველი, დაბადების მეორე თავის სულ დასაწყისშია. აქ ხედავთ, რომ კაცი ჯერ არის არაფერი, აიენ ებრაულად. ის უკვე შექმნილია, უკვე აქაა ის კაცი, მაგრამ ის ვერ ამუშავებს მიწას, არაფერი იზრდება, არ არის სიმწვანე, ანუ არ არის ნაყოფიერება სულიერი აზრით. რადგანაც ეს კაცი არის როგორც დღევანდელი კაცობრიობა, რომელიც მისდევს ათასნაირ საქმიანობას, აჩენს შვილებს და სხვა, მაგრამ სულ ესაა არსადა სულიერი ზრდა ამ ყველაფერში. ადამიანი ვერ ამუშავებს თავის შინაგან ადამას, შინაგან მიწებს. იქვე დაბადებაში საგულისხმო დეტალია, მიწის უნაყოფობაზე ნათქვამია, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს მიწაზე, ჩნდება მოლოდინი.
რომ ღმერთი ზემოდან დანამავს ადამიანს, ჩამოღრის მალს, რათა დაიძრას აღმოცენების პროცესები, მაგრამ სულაც არ ხდება ასე. წყალი ქვემოდან ამოდის, წყარო აღმოვიდოდა ქვეყანით. ჩვენ ვხედავთ ერთგვარ ნესტს, ნამს, რომელიც ადამიანის მიწის სიღრმეებიდან ამოდის და რწყავს მთელმის მიწას და აი ესაა უკვე პირველი ნათლობა. ესა კაცი, რომელიც ჩადის თავის წყლებში და გამოღვიძებული გამოხატავს გულის წადილს ღვთის მიმართ. მეუფე იოანე გვეუბნებოდა, ახლას ჩამესმის მისი ხმა, ყველანაირი გულის წადილი გამოიხატება დანესტიანებით და ამ კანონს ვაწყდებით ყველა დონეზე, მათ შორის ფიზიოლოგიურ დონეზეც. გულის წადილი ღვთის მიმართ, სათბოს გულის წათილი მეტრფის მიმართ ამოადენს ქვედა წყლებს ერთგვარი ნამის სახით და ეს ნამი გამოხატავს წადილს და ეს სიტყვა ებრაულად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ის ადამის სახელის შემადგენელი ნაწილია. პირველი ორი ასო ნიშნავს წადილს. წადილი ჩვენი არსების შემადგენელი ნაწილია. ჩვენ წადილის არსებები ვართ და ამ წადილის საფუძველი ღვთის წადილია. და ამ დროს რას ხედავთ, როცა იღვიძებს ადამიანის გულის წადილი, როცა ამოდის სინესტე, როცა თავის წყლებში ჩასული ადამიანი ამოუშვებს გულის წადილს, ამის მერე ჩამოდის წყლები ზემოდან, ქვედა წყლები ამოდის, ზედა წყლები ჩამოდის. ამ მოვლენას მოგვიანები წმინდა მამები უწოდებენ სინერგიას. ადამიანის ენერგიები ამოდის, ღვთის ენერგიები ჩამოდის. ზუსტად იმავეს აღმოაჩენთ ქრისტეს ნათლობისას, როცა ქრისტე ჩაყვინთავს წყლებში, ზედა წყლები იხსნება, ზეცა იხსნება, გაისმის ხმა მამისა, სულიწმინდა ჩამოდის მტრედის სახით და ძე აქაა წყლებში, როგორც ხედავთ. ესაა სულ პირველი გამოვლინება სამებისა, ეს გასაოცარი თეოფანია და ცხადია, ეს გამოცხადება აქ არ არის შემთხვევითი. ეს ხდება იმიტომ, რომ კაცი ჩავიდა წყლებში. ეს შეიძლება ყოველ დღე გამოსცადოს იმან, ვის ჩადის თავის წყლებში, თავის არაცნობიერში, ინც ვის თავს დაიმდაბლებს ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით და არა ალბათ. ყოველ დღე უნდა ვცხოვრობდეთ ნათლობის ცხოვრებით. ეს მხოლოდ ნათლობის დღეს კი არ უნდა ხდებოდეს. მისი ყოველდღიური განახლებაა საჭირო, მისი ყოველდღიური რეკონსტრუირება იმ დღეს, როცა ჩვენ ჩავდივართ წყლებში, ჩვენს არაცნობიერში და ვიწყებთ დასახელებას იმ ცხოველებისა, რომლებიც იქ ფუთფუთებენ, როგორც ამას ბიბლია ამბობს და როგორც შესანიშნავად თქვა ბასილ კესარიელმაც, როცა შევდივართ ამ მოფუთფუთე სამყაროში, რომელიც აქამდე დამაზიანებლად მოქმედებდა, როცა ვასახელებთ ამ ცხოველებს და ვიწყებთ მათზე მუშაობას, მაშინ ჩვენ გამოსცით ზედაწყლების ჩამოღრას ჩვენს თავზე, ჩამოდის ჩვენზე მადლი. ვინც უარს ამბობს ამ წყლებში ჩასვლაზე, ვერ იპოვის ღვთაებრივ შემწეობას და იტყვის მიმატოვა ღმერთმა. ღმერთი არავის არ ტოვებს, უბრალოდ არსებობს ონტოლოგიური კანონები და ესაა ერთ-ერთი ფუძემდებლური კანონი. ღმერთი ჩვენამდე მოდის მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ჩვენ ჩაღრმავდებით საკუთარ თავში, არაცნობიერში. თუ ჩაღრმავდებით, მაშინ ღმერთი ჩამოდის და ავყავართ ზემოთ. აი ეს არის არსებითი ამ ჩაფლაში. ამას გარდა აღსანიშნავია, რომ იესო ჩადის იორდანის წყლებში. საინტერესოა გავიხსენოთ, გეოგრაფიული თვალსაზრისით, როგორია იორდანის მდინარე, ის პერპენდიკულად მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და ჩაედინება მკვდარ ზღვაში. ადამიანის ყველა ენერგია, რომელიც ქვემოთკენაა მიმართული და არ ადის პირველ წყაროსკენ, მიედინება სიკვდილისკენ. ისტორიულ მოვლენამდე 1000 წლით ადრე დავით მეფსალმუნე, თუ სწორად მახსოვს 114 ფსალმუნში, იგალობებს ქრისტეს ნათლობას. ის უკვე ხედავს, უკვე იცნობს, მან უკვე იცის, ეს არის ნათლობა ერებისა, ეს არის ადამიანის ნათლობა, ახალი ადამიანის ნათლობა. და იტყვის, რა დაგემართა იორდანე ვრადუკუნიქეს და თქვენ თებორას ცეკვავთ ერკემლებივით. აქ საქმე გვაქვს კოსმიურ აფეთქებასთან, კოსმიურ სიხარულთან, რომელიც აცეკვებს მთებს, აცეკვებს ცხოველებს, სიხარულისგან ახტუნებს თელ ქმნილებას, რომელიც უეცრად, რადგანაც უეცრად წყლები უკვე იქცევიან და იმის ნაცვლად, რომ წავიდნენ სიკვდილისკენ, მობრუნდებიან სიცოცხლისკენ, როგორი არაჩვეულებრივია ეს ფსალმუნი. და რასაც გალობდა დავით მეფსალმუნე დაახლოებით 1000 წლით ადრე, ჩვენ ამას ცხოვრობთ ქრისტესთან ერთად. ის ჩადის წყლებში და მთელი სამყარო, მთელი კოსმოსი უბრუნდება ცხოვრებას. მთელ კოსმოსს შეუძლია მიბრუნდეს ცხოვრებისკენ.
მამისკენ. ეს მხოლოდ ლამაზი სურათი კი არ არის, მთები რომ ცეკვავენ და სხვა. ესაა რეალობა და ესაა ჩვენი შინაგანი კოსმოსი, რომელიც ისევ ცოცხლდება, ისევ შემოbrunდება წყაროს თვალისკენ. ესაა განთავისუფლებული შინაგანი კოსმოსი, რომელსაც შეუძლია მიბრუნება მამისკენ. რომელსაც შეუძლია განსრულდეს ამ განსაცვიფრებელი აპოკატასტაზით, სამყაროსფერი ცვალებით, ღვთაებრივი მყოფობით ეს ვერ განხორციელდება ნათლობის გარეშე. ნათლობას მივყავართ პირველი ადამიანის ნათლობამდე. ქრისტეს ხშირად მეორე ადამიანს უწოდებენ. როდის გამოსცის თავის პირველ ნათლობას პირველი ადამი? პირველ ნათლობას გამოსცის მაშინ, როცა ღმერთი იტყვის არ არის კარგი რომ მარტო იყოს კაცი და ჩაყავს იგი საკუთარ თავში, ჩაიყვანს ჯერ პირველ დონეზე, მაგრამ ამ დონეზე ადამიანი ვერ პოულობს თავის ცელს, ვერ პოულობს თავის პიროვნულ დროიტას, თავის სახელს. იგი ვერ პოულობს იმას, რაც ითარგმნა როგორც შესაფერი შემწე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ნამდვილი თარგმანის შემდეგია, ის ვერ პოულობს თავის სრულ პირისპირს, თავის მეორე სხვას. იგი საკუთარ თავთან სრულად ვერ ამყარებს კომუნიკაციას, აქ სიტყვის ძირი ებრაულად აღნიშნავს კომუნიკაციას, სრულად ვერ ამყარებს კომუნიკაციას საკუთარ თავთან, სრული კომუნიკაცია საკუთარ თავთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხორციელდება, როცა შევაღწევთ ჩვენს შინაგან მიწებზე, მთელ ამ სამეფოში და თუ მივაღწევთ ართმულ ქვეყანამდე, რათა იქ ჩვენი დროიტა, ჩვენი სახელი გავათავისუფლოთ. გზის გავლას შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავაცნობიერებთ გასავლელი გზის თლიანობას. მაშინ ადამი ჩაეპრობა ძილში, თუმცა ის ძილი სიამდვილეში გამოღვიძება, ამ ძილის სიღრმეში ის ხედავს თავის პიროვნულ დროიტას, თავის სახელს და ამ მომენტიდან მას შეუძლია დაიწყოს ცეცხლის გზაზე დადგომა, რადგანაც ახლა მან იცის, რომ თვითონ არის და თავის მეორე სხვა. ახლა უკვე ორნი არიან შიშვლები, ესე იგი იცნობენ გზას, რომელიც უნდა გაიარონ. ბიბლიაში სიშიშვლე ყოველთვის ცოდნას უკავშირდება და აღარ არიან ერთმანეთში გათქვეფილები. რა კი აღარ არიან გათქვეფილები, მათ შეუძლიათ გზის გავლა. როცა მე გათქვეფილი ვარ ჩემს არაცნობიერთან, არ შემიძლია მისი სახელდება. როცა მასთან ვარ შერეული, იდენტიფიცირებული, მაშინ ვერ გავივლი გზას. დღესაც კი ჰუმანიტარულ მეცნიერებანი ამასაც ხადებენ, სახელობ იუნგი საუბრობდა დიფერენციაციის პროცესზე, რაც წინ უძღვის უნდა უძღოდეს ინტეგრაციის, ანუ შერთვის გზას, აუცილებელია განვეწილოთ იმას, რასთანაც გათქვეფილი ვართ, რომ შევძლოთ მისი ნამდვილად შერთვა. სწორედ ესაა ნაჩვენები ჩვენს წინაშე ღვთაებრივი დიფერენციაციის პროცესი. ღმერთი აჩვენებს ადამიანს თავის მეორე მდედრულ მხარეს, ანუ არაცნობიერს, რათა შეძლოს მასთან კომუნიკაცია ღვთაებრივ დროიტასთან, რომელიც უკიდურეს მიჯნაზია. ამის შემდეგ ადამიანს შეუძლია გზაზე დადგომა, თუმცა ვიცით, რომ ამ გზას აცდა და ამ გზაზე პირველი განსასწრელი არის გვერდთან შეხვედრა და ვიცით რაც მოხდა. მაგრამ ქრისტეს ნათლობაში ზუსტად იმავე გზას გავდივართ. ქრისტე გარეგან წყლებში ჩასვლის სიმბოლოს მიღმა კონტაქტს ამყარებს მთლიანი ადამიანის, მთლიანი კაცობრიობის შინაგანობასთან. ის კომუნიკაციაში შედის ადამიანის ამ სრულ შესაძლებლობასთან და როცა შეეხება უკიდურეს მიჯნას ადამიანის სრული შესაძლებლობისა, სწორედ ამ დროს იხსნება ზედა წყლები და გაისმის ხმა. ესაა ჩემი საყვარელი ძე. იგი სახელდებულია ღვთის მიერ, ის ჯერ ადამიანის, სახელდრობი იოანე ნათლისმცემელის მიერა სახელდებული. როცა მასზე ამბობს აი კრავი ღვთისა, შემდეგ დასტური ზემოდან მოდის. ეს არის ძე, ჩემი საყვარელი. ყოველთვის არის აღიარება კაცის მიერ და აღიარება ღმერთის მიერ. ერთი მეორის გარეშე არ ხდება აღიარება, როცა ეს ყველაფერი ნამდვილია და ჩვენ ქრისტეს ცია ყველანი საყვარელი ძეები ვართ. ყველანი მართლაც ნათლობა მხოლოდ გასავლელი გზისა და სრული შესაძლებლობების გაცნობიერებას კი არ გულისხმობს, არამედ იგი ამასთანავე ქრისტეს ნათლობაზე დამყნობაცაა, დამყნობა იმ წყლებზე, რომლებიც უკუ იქცა, რომლებიც იკუთხა. ეს არის წყლით განწმენდა. სხვათა შორის, ყველა ტრადიციაში არის ამის ანარეკლი, წყლით განწმენდის ანარეკლი. როგორც იცით, ებრაელებს ქორწინებამდე აქვთ რიტუალური განბანვა. ქორწილი სულიერი დაქორწინების სიმბოლოა, რომელიც უნდა განხორციელდეს ადამიანში, ხოლო ეს რიტუალური განბანა წინარე სახეა ნათლობის. ნათლობის წინარე სახე გვხვდება თითქმის ყველა ტრადიციაში, მაგრამ ქრისტეს სულ ნათლობაში შევყავართ. ტოტალურ ნათლობაში. შეიძლება ითქვას, რომ წყლით ნათლობა არის ზემოდან კურთხევა, რადგანაც ნათლობის წყალში ჩაფლობისას ადამიანი იღებს კურთხევას, იგი სახელდებულია საყვარელ ძედ და ამასთანავე ესაა გასავლელი გზის გაცნობიერება. გზა აწი არის გასავლელი
და სწორედ ცეცხლით ნათლობა იქნება გზის გავლა. შეიძლება ასე ითქვას, წყლით ნათლობა გასავლელი გზის გაცნობიერება, ცეცხლით ნათლობა კი უშუალოდ გზის გავლა, მასე დგომა. ცეცხლით ნათლობა მართლაც მთლიან გზას გულისხმობს. არ დაგავიწყდეთ ქრისტემ თქვა, მე ვარ გზა. აი, რისი თქმა მინდოდა ნათლობაზე. რადგანაც თუ ჩვენ მთელი სისავსით არ გავაცნობიერეთ რა არის ნათლობა, არ გავაცნობიერეთ რომ ის არის არა მხოლოდ განწმენდა იმისთვის რომ ზედაწყლები გაიხსნას, არამედ ასევე არის გასავლელი გზის გაცნობიერებაც, მაშინ მხოლოდ ნახევარი ცხოვრებით ვიცხოვრებთ.